სოფო გაბუნია პირველი ქალი ავტომექანიკოსია აჭარაში, რომელმაც ბავშვობის გატაცება პროფესიად აქცია. მან საყვარელი საქმე საკუთარი ავტომობილის ბოლო ჭანჭიკამდე დაშლით დაიწყო, დღეს კი სწრაფი სერვისების მექანიკოსია. სოფოს სამუშაო დღე ავტოსახელოსნოში ძრავის ხმაურსა და ხელსაწყოებს შორის იწყება. ქალი მექანიკოსის მიღწევები, გეგმები და გამოწვევები. მერაბ წულუკიძისა და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟი ბათუმიდან. თითქოს არაფერი განსაკუთრებული. როგორც ყველა, დილით სოფო გაბუნიაც სამსახურში მიდის. მისი დღე ავტოსახელოსნოში იწყება, სხვებისგან განსხვავებული სამუშაო დღე. ის პირველი ქალი ავტომექანიკოსია აჭარაში. ყველაფერი კი ბავშვობიდან დაიწყო. ავტომობილის ძრავის სახურავის ახდის შემდეგ. მისთვის ახალი და ყველაზე საინტერესო სამყარო აღმოაჩინა. ბავშვობაში ყოველთვის მიყვარდა მანქანები. მინდოდა რომ გავიზრდებოდი, რა თქმა უნდა, საკუთარი მანქანა მყოლოდა და კონკრეტული მოდელიც კი მქონდა არჩეული. როდესაც გავიზარდე, მე ეს მანქანა ვიყიდე და იქიდან დაიწყო ყველაფერი. იმდენად ტარება არ მაინტერესებდა. პირველად რომ მავხადე კაპოტი, იქ ჩემთვის სამყარო შეიცვალა, იმიტომ რომ საჭეზე მეტად მაინტერესებდა მანქანის აგებულება, რა იყო, რა რისთვის მუშაობდა, როგორ მუშაობდა, რა მუშაობის პრინციპი ჰქონდა, რა დანიშნულება ჰქონდა თითოეულ ნაწილს და ასე ვთქვათ, მაშინ დაიწყო ჩემთვის ახალი სამყარო. ავტომანქანის შესწავლა დამოუკიდებლად დაიწყო და პირველი გამოცდილებებით საკუთარ ავტომანქანაზე დააგროვა. მომაწოდეს წყალჩასამატებლად. უბრალოდ შემცხვა მეთქვა რომ არ ვიცოდი სად უნდა ჩავესხა და უბრალოდ ზეპირად მივედი და ლოგიკით დავიწყე ეგ ყველაფერი. ჩემი მანქანა იყო ძველი. აქედან გამომდინარე ხშირად რაღაც ფუჭდებოდა. და ესე ნელ-ნელა რაღაც რომ გაფუჭდებოდა ინტერნეტში, ვიკიპედიაში, YouTube-ზე, ვუყურებდი, ვკითხულობდი ფორუმებს, ვიდეოების მიხედვით ვცდილობდი რომ ეგ პრობლემა მომეგვარებინა და უკიდურეს შემთხვევაში უკვე მივდიოდი ხელოსანთან. ასევე მყავდა ძალიან ბევრი ახლობელი მექანიკოსები, რომელთანაც როდესაც მივდიოდი პრობლემით, ვთხოვდი რომ აი მოდი იცი რა მითხარი რა როგორ გავაკეთო, რა გავაკეთო, დამადექი თავზე, მაჩვენე. გავიდა რაღაც დრო და გადავწყვიტე ჩემი მანქანის კაპიტალური რესტავრაციის გაკეთება და დავშალეთ ბოლო-ბოლტამდე. ისევ თავიდან ავაწყვეთ. ეს იყო ჩემთვის უდიდესი გამოცდილება, იმიტომ რომ როდესაც მანქანა დაიშალა, იქ კიდევ ძალიან ბევრი რაღაც გამოჩნდა, რაც ანუ ვთქვათ, სახელით ვიცოდი, მაგრამ არ ვიცოდი როგორ იყო, რანაირად იყო. სოფო ამბობს, რომ არ არის აუცილებელი ყველაფერი დეტალურად იცოდე. ავტომანქანა უნდა გიყვარდეს და გრძნობდე რა უჭირს. ყურადღება უნდა მიაქციოს ადამიანმა მანქანის ხმებს, იმიტომ რომ ხმებს ძალიან ბევრი რაღაცის თქმა შეუძლია. შეიძლება ადამიანი ვერ ერკვეოდეს მანქანაში, მაგრამ სისტემატიურად მაინც რომ დადიხარ მანქანით, ხო, ნუ გესმის მიჩვეულია ყური რაღაც, ანუ შენი მანქანის ძრავის ხმას და უცებ რაღაც არასასურველი რა რაღაც ზედმეტი ხმა რომ გაიგონოს ადამიანმა რაღაც შეცდომა ნახოს პრიბორზე, ხო, აუცილებლად ვთვლი რომ თუ კი ვერ ერკვევა, ეგრევე უნდა მიმართოს ავტოსერვისს. ამჟამად ის სწრაფი სერვისების მექანიკოსია, თუმცა არაპირებს მხოლოდ ამ მიმართულებაზე შეჩერდეს. ძალიან მაინტერესებს და მიყვარს სავალი ნაწილი, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც ვარიდებ თავს იმის გამო, რომ პირველ რიგში მანდილოსანი ვარ და რა თქმა უნდა ვერასდროს ვერ შევეჯიბრები მამაკაცს ფიზიკურ ძალაში. და სავალი ნაწილი მოითხოვს ძალიან დიდ ფიზიკურ ძალას. შემიძლია ვისწავლო ისეთი რაღაცები, რასაც ჩემი ფიზიკური ძალა გაწუდება. შეიძლება მე გადაცემათა კოლოფი პიკაპზე ვერ ჩამოვიხო, მაგრამ შევცვალო, ვთქვათ, კალოტკები შევცვალო, აპორნები და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვთქვათ, ვერ ვისწავლი სავალ ნაწილს. სოფო ამბობს, რომ მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილს უკვირს, როცა სერვისს მათ ქალის თავაზობს. ოჯახში კი მისთვის სტერეოტიპებს პრობლემები არ შეუქმნია. პირიქით, მექანიკოსი მეუღლის მხარდაჭერით გახდა. ახლობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს საერთოდ არ გაკვირვებიათ, იმიტომ რომ იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება მანქანის მიმართ. ასევე ჩემი მეუღლის ყველაზე დიდი დამსახურებაა, რომ მე ამ სფეროში მოვხდი. იმიტომ რომ ჩემი მეუღლე დამდგა ყველაზე მეტად გვერდით. ჩემი მეუღლე იყო იმის ინიციატორი, რომ მე მეკეთებია ის საქმე, რომელიც მაინტერესებდა და მიყვარდა. მქონია შემთხვევა, რომ მომხმარებელი გადმოსულა მანქანიდან, დაუნახი ვარ. ძალიან გაკვირვებია და
უთქვამს, რომ აი შენო არ გითხრესო, რომ ქალის ადგილი კუხნაშიაო? მაგრამ ესეთი მომხმარებლებიც მყოლია, მაგრამ უმეტესწილად მაინც უფრო დადებითი ემოციაა. არც სამსახურის პოვნის პრობლემა ჰქონია. პირიქით, ავტოსახელოსნოები სწორედ იმიტომ დაინტერესდნენ, რომ ავტომექანიკოსი ქალია. დღეს არა მარტო ავტოსფეროში, არამედ ნებისმიერ სხვა გარემოებაში რაღაცას ვეძებ ჩვენ განსხვავებულს. მე ეს შეხედულება მაქვს რა. აქ ჩემი მიმართულებას და ეს სერვისი, რაც გავაკეთეთ, ეს მე როგორი წარმოდგენილი ფიქრებიც მაქვს, იმ მიმართულებით მივყვებით. მე თუ რაღაცა განსხვავებულს შევთავაზებ მომხმარებელს, მე აქ ვხედავ დიდ პლუსს რა. ეს განსხვავებულია, იმიტომ რომ აჭარაში ერთადერთი ქალი რადგანაც არის, ამას აქვს თავისი ძალიან დიდი პლუსი. და პლუს ამას მომხმარებელი რომ დარწმუნდება იმ საკითხში, რომ ვა, ეს ქალი კი ნამდვილად ბევრ 100 კაცს ჯობია. ეს კიდე ცალკე დამადასტურებელი ბეჭედია რა. იმიტომ რომ მე საქმეში ჯობია, რომ ეს ყველაფერი ვაჩვენოთ. სოფო ამბობს, რომ სტერეოტიპების დაძლევა ყველა ქალმა უნდა მოახერხოს და თავად კი უნდა სხვებისთვის მაგალითი იყოს. ვფიქრობ, რომ სამსახურს და სპეციალობას სქესი არ აქვს. და მეორე ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რისი გაკეთებაც გულით უნდა. ყველა ადამიანს მის საქმე უნდა უყვარდეს და აინტერესებდეს, გულით უნდა აკეთებდეს და მაგ შემთხვევაში არის ყველაზე კარგი გაკეთებული საქმე. სტერეოტიპებს რაც ეხება, მაინც ვფიქრობ, რომ ეგ ფიქრები ამ გოგოებმა გადადონ და მიყვენ თავისი გულის ხმას.